საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებით, რადგან როდესაც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები იხსენებენ პატრიარქის როლს, განსაკუთრებით აღნიშნავენ მის მხარდაჭერას კომუნისტური რეჟიმის პირობებში. ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. როგორ გაიხსენებთ, როგორ შეაფასებთ საქართველოს პატრიარქის როლს? დიახ, რა თქმა უნდა, უამრავი არის, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ. მე მაინც ხაზს გაუსვავდი იმას, რომ ეროვნული მოძრაობის ერთგვარი აკვანი იყო პატრიარქი სიონის ტაძარი და მისი მოღვაწეობა, როდესაც 77 წელს ეკურთხა, 91 წლიდან უკვე მისი სტიქაროსანი გახდით და იქ იკრებოდა მთელი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლობის ძალიან დიდი ნაწილი. მე თვითონაც გიორგი ჭანტურიამ მიმიყვანა იქ და მაშინ იქ მართლაც პირველად ღიად ეს არის 80-იანი წლების სულ დასაწყისი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი სრულით არის რო იტყვიან და პატრიარქის თითოეული ქადაგება ეროვნული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. მან მოახერხა რომ მის გარშემო არა მარტო ახალგაზრდები შემოეკრიბა, ქართული კულტურა, მეცნიერება, ხელოვანი, ყველანი მის გარშემო იკრიბებოდნენ და იმ პერიოდში ხდებოდა სწორედ ქართული დამოუკიდებელი აზრის, თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება და მიუხედავად იმ ზეწოლისა, რა თქმა უნდა, მაგრამ მას ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული ეს ნიჭი, რომ ეს ყველაფერი ისე გაეკეთებინა, ისე მიეტანა თითოეული ადამიანის გულისათვის, ყურისათვის, გონებისათვის, რომ არავის ზედმეტი სიტყვა არც კი გაებედა მისთვის. ეს იყო მისი, რო იტყვიან, ღვთის ქადაგება ქართველ ერში და ამის ნაყოფს უყურებთ დღეს ჩვენ აქ. არის ნაბიჯები, რასაც ისტორია არასოდეს დაივიწყებს. იცით რა არის, რომ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. მაგალითად, როდესაც ჩვენ სულ ლაპარაკობთ დემოგრაფია, ეს გამოწვევა საქართველოსი, პატრიარქმა რა თქმა უნდა ამაზეც იზრუნა და მე როდესაც ფონდში მსახურობდი პატრიარქთან, მაშინ მან დემოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით ყველა დემოგრაფი და სოციოლოგი შეკრიბა და ძალიან სერიოზული ნაშრომი დაიდო. რა ნაბიჯებია გადასაწყვეტილი ამ მიმართულებით. მოკლედ ვიტყვით, ეს არის ძალიან ფართო, მრავლის მომცველი თემა, რომელსაც ათეული წელი ხო ვერ ამოვწურავთ. პატრიარქს შეეძლო ამ დიდ პრობლემებში ზუსტ სიმ შეხებოდა და მან თქვა, ყოველი მესამე და შემდგომი შვილი, იმიტომ თეორიულად ითვლება, რომ მესამე და შემდგომი არის გამრავლება, იქნება ჩემი ნათლული. და დღეს ჩვენ ხედავთ, აქ მათი ნათლულებით არის სავსე სამების ტაძრის ეზო და ეკლესია. მას მაგალითად შეეძლო 80-იან წლებშიც კი დაენახა ის, რასაც დღეს სახელმწიფო პროგრამები ქვია. მაგალითად ვიტყვი, ის ყვებოდა ერთხელ ქადაგების დროს, რომ მე უცხოეთში ვიყავი და ვნახე ოჯახი, რომელსაც ჰქონდა თავისი პატარა ფერმა, სადაც მას გამოყავდა წიწილები და მე მას ისყიდა და ამით ცხოვრობდა. ოჯახი ამით ირჩენდა თავს და ძალიან ბედნიერები იყვნენ და დღეს მაგალითად ჩვენ ხედავთ, რომ არის სახელმწიფო პროგრამები, დანერგე მომავალი, ფერმერული მეურნეობა განავითარე. ხედვა ათეულები წლით წინ ჰქონდა ამ ადამიანს. ბევრი ასეთი რამის გახსენება შეიძლება ამ მიმართულებით და დღეს ერთს ვიტყვი. დღეს ეს ქართველი ერი, ეს ასეულობით 1000 ადამიანი, ვინც მოვიდა, ვინც ვერ ახერხებს მოსვლას, ხო? არა მარტო მას უკანასკნელ ზეცურ გზაზე მიაცილებს. ქართველი ერი მას თავის სულიერ მოძღვარს დღეს უკანასკნელ აღსარებას აბარებს. მადლობა, დიდი მადლობა.